რაჭველებო, აი ეს რომ მოიგონეთ, სასწაული ხალხი ხართ რა. მოკლედ როგორც იქნა მივადექით ყველასთვის სასურველ და გემრიელ კერძს რა. ეს არის ალბათ მიხვდებოდით შქმერული. ამისთვის დაგვჭირდება 4 დიდი ქათამი, ნიორი, მარილი და როგორც აკეთებენ შქმერში, რაჭაში, მოგითხრა რაჭველებს, რძე. ზოგი წყლით აკეთებს, ზოგი რძით აკეთებს, ზოგი სხვანაირად აკეთებს. ჩემი ვერსიას განახებთ ეხა და დავიწყოთ. მოკლედ დრო არ დავკარგოთ რა. პირველ რიგში ესე იგი ქათამები გავამშრალე და ვიწყებთ რა თქმა უნდა ქათმების გასუფთავებას. ავიდანვე გეტყვით რომ ვიდეოს სპონსორია კომპანია რაუტი, რომელიც აკეთებს ფურშეტებს, ღონისძიებებს, ივენთებს, ლანჩებს. ისევე როგორც კომპანიებისთვის მიგვაქვს ლანჩები, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით შეგვიძლია მოვიდეთ, აგიშალოთ, წავიდეთ სუფრა. ესე იგი გვაქვს ტრადიციული სუფრა, შქმერულსაც გაგიკეთებთ, ჩაკაფულსაც გაგიკეთებთ და ყველაფერს და გვაქვს აგრეთვე ფურშეტი, რომელიც ჩვენი ძირითადი საქმეა და გვაქვს ინვენტარი და მოკლედ სრული მომსახურება გვაქვს რა. აი ერთი მარტივი ჭრა გავუკეთოთ. всё. ჩაიჭრება. გადავხსნით. რაც არ გვინდა, უნდა ამოუჭრათ. მაგალითად აი ესეთი რაღაცებს მე ვაჭრი თლიანად. და ამის მერე კარგად შიგნიდან გავრეცხავთ და ეგ არის სოფტაკ პატენაცი გავიჭერით გინიცელი ნეხი. აი ხო გავუჭრით. აი ამოვა მენჯი, ბარკალი, ბარძაყი, რაც გინდათ ის დაარქვით. ოღონდ ეს გამოუჩინეთ რომ აქაც კარგად შევიდეს სიმხურვალე და კარგად შეიწვას, იმიტომ რომ აქ სისხლი არ უნდა დარჩეს. ავიღებთ ამდანას, ჰოპ, ერთი დარტყმით. გადავხსნით. სულ მეკითხებიან ხოლმე, სადმე გაქვთ ამდენი საჭმელი. საზოგადოება რიგში დგას, ჩემო მეგობრებო, რიგში. ამასაც იგივენაირად გამოუჩენთ, აგე გაჭრა აღარც დამჭირდა თვითონ გამოუჩნდა. აი. ყვითელ გულას სხვათა შორის ახალი ბუდე გაუკეთე. ნახეთ რა ლამაზია, ნახე. აი დაუყრი ხოლმე პურს, ყვითელ გულას და მიდის ჭუკჭუკი. ასე მოვკავ ამას, ასე, აღარ აგონია თქვენ. ქათამი გავრეცხეთ კარგად, გავაჟვანჟვალეთ და ეხლა უკვე გადავიდეთ გრილზე. ეხლა მინდა გითხრათ ერთ კაი ჯიგარ ქართველ მაგარ კაცზე, რომელმაც აი წინა ვიდეოში ქაბაბზე რო, ვიცით ქაბაბი რო გავაკეთე, აკარო, ქაბაბი და შამფური რო არეტეოდა რა მაყალში. ამოვანათებ Facebook-ზე დაალაიქეთ, მიწერეთ სტარტაპია, დამწყები კაცია, ახალგაზრდა ბიჭია და მაგრა უბერავს რა. აი ესეთი ჯიგრიანი მაყალი გამომიგზავნა. აქ დასადები, აქ ფეხები, როლიკები, რამე. ეს ნახე ყველაზე მაგარი რა გამისორდა. ჰოპ, ნანინა. დაურეკეთ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას გამოგიგზავნით. შემდეგი ეტაპი არის კარგად დანახვა ნიორის მარილში. დავიკეთოთ ერთჯერადი ხელთათმანები. ამას მაწვის კაი ხანია, დიდი ხანია უკვე კომპანია Solfix-ი, რომელთაც აქვს სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, სარესტორნო ბიზნესისთვის სახარჯი მასალა. დაუკავშირდით იდეალური ხალხი. დავიდა, ეხა ნიორი ჩავნახოთ. მარილი. ეს პროცესები მიყვარს, ბიჭო, მაგარი პროცესებია, ნახე. ნიორი მარილი და წავიდა ქვასანახში. აი ეს არის მთელი ამის ხიბლი. და მთელი ამბავი. ეხა ამ კერჩი ამას არ ვიყენებ, ბოლოს მაინც მოვაყრე ქინ, ცოტა მე მიყვარს რა პირადად და ქინზე ვიждები. ქინძის კაკლებს ჩავყრი ხოლმე აქ, უცხო სუნელი და ნიორი და ვნაყავ, სასწაული სუნი აქვს ხოლმე. ცოტა წიწაკასაც თუ დაუმატებ, იდეალურია ყველაფრისთვის. იცით ხოლმე გინიშნავთ ხოლმე რაღაცას. დილას უზმოზე ერთი კოზი, რიუმკა პატარა, ერთი არაყი 100 გრამი და წადისო. ეგ იმის დანიშნულებას რო უსმინო შენ. უკვე თავისი წვენი გაუშვა ნიორმა ქათმის ბულიონი. ამ შემთხვევაში მე ქათმის ბულიონი არ მაქვს, იმიტომ რომ გრილზე ვწავ და ის ცხიმი ფაქტიურად მეკარგება, მაგრამ ცხიმს ცოტა კარაქსაც მივცემ, ცოტა ამას თავისი გრილზე შემწვარი ცხიმი ექნება, ბოლის სუნი ექნება და შქმერული იქნება. სასწაული.
ხურჭელში და ხანი იქნება ესეთ მდგომარეობაში. ქათამი კარგად უნდა შევამარილოთ. აი ყველგან აი ფილესთან სადაც არის. აქ თუ არა აქ ცოტა ჩაუჭრათ, იმიტომ რომ შეწვის დროს აქ შიგნით სიმხურვალი რომ შევიდეს კარგად და რომ კარგად შეიწვას ფილე, ამიტომაც აქაც საусმევთ, აი აქაც საусმევთ, აი აქაც, აღარ აგონია თქვენ. გარედან დავზილავთ კარგად, აი ფრთების ქვეშ. კარგად უნდა მარილი. არ დაგავიწყეთ რომ ნიორსაც მარილი ვუქენი, მარილში ჩავანაყე ნიორი. ქათამსაც მარილი ვუქენი და შესაბამისად ამ ყველაფერს რომ გავაერთიანებ და 5-10 წუთი რომ წამოვადუღებთ, კიდე მარილი არ უქნათ, თორე იქნება კატას რომ დააჩხავლებს ისეთი. გავუკეთებთ ფრთების ქვეშ, სადაც აი ფრთების ქვეშ თუ ცოტა შემოვაჭრით, კარგი იქნება. აი ესე. ნუ, უფრო კარგად შეუვიდეს ყველაფერი. აი ესე. ნუ ყველა მხრიდან თანაბრად შეიწვას. აი ესე ბოლოს, აი ესე მოაყრი მარილს რაუტისეულად და ეგ არის. ხო, რას ღვივდება ბიჭო? ეს არის აუცილებელი რაღაც. ეს ერთი ქათამი. ეს მეორე ქათამი. აუ, ნახე რა გამოვიდა ბიჭო, 4 დედალი. ეხლა ეს ცოტა ძამძიმე გამოგვივიდა და ამას აი ესე დავწერთ. ცეცხლ გამძლე ხელთათმანები უნდა გავიკეთოთ. ეხანძრის ხელთათმანები და ესე უნდა გადმოატრიალოთ. გზნე უფრო თანაბრად იქნება შემწვარი. აბა კარგად დააფიქსირე. ხო, ბიჭო. ნახე, სულ თანაბრად ბრაწავს, არც დამწვარი არაფერი. ხო. ნახე, როგორ თანაბრად არის, აბა ერთიც გადმოვატრიალოთ. გადაუღე კარგად, ნახე როგორ ეტყობა სეტკის დახაზულები, აბა კარგად გადაუღე. აი უკვე მივედით იმ ეტაპზე, რომ უკვე უნდა უხსნათ, მაგრად შეპიწყინდა. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ეხლა შენ რა გინდა თქვა, მოდი ახლოს, აბა, მოდი ახლოდან გადაიღე. შენ რა გინდა ეხლა თქვა, რომ ეს ქათამია. ქათამი კი არა, ეს არის ხაშლამა. ნახე, თავის ნიშნება რა თქმა ამას დაჭერა. მაგარი ფიქრი არა აქვს, რომ იძახიან ხახელები ეგრეა. ამას დანი ჩავჭი. კარაქივითა. ამაზე როგორ უნდა თქვა, რომ ქათამია, ეს არ არის ქათამი. ეს არსებული რაღაცაა. ნახე. თავისი თიშლება არც უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ყველაზე დაბრაწული და ხრაშუნის ხმა ისმის? სასწაულია. ვიკინგების ნაჯახია. შემდეგი ეს არის ყველაზე მაგარი ნაჭერი, ფარკლის გადანაჭერი, სასწაულია. სამფეხაც აწკმოთ უნდა, სამფეხაც. ჩვენი ეზოს ძაღლი უნდა ქათმის სუნიეცა და გაჭმევ, მოიცა დაგველოდე სამფეხა, გაჭმევთ აუცილებლად. დნება ხორცი ფაქტობრივად, დნება. და აი ეს ნაკვერჩხალი რაც გვაქვს, მთლიანად გადაგვაქვს. აი ამ დიდ ქვაბის ქვეშ. აი აქ გადაგვაქვს მთლიანი ნაკვერჩხალი და ვიწყებთ აქ შქმერულის მომზადებას. აი ესე. გადავიტანოთ. რამდენი ნაკვერჩხალია ბიჭოს? ნახე. რახმები გაუშვა, ნახე. ეხა ამაში წამოდუღდება შქმერული. იქნება სასწაული ამბობი. 50 ლიტრიან კაზანი ქვია მას რა. დიდი ქვაბია და ამ ყველაფერში აი ამ ქათამს ჩაუშვებ ძე და ნიორი. ძალიან მაგარია. მომაწოდე ჩემი ჩაისკოზი აბა წავიდა. კარგად გაუაროს ერთმანეთში. აბა წავიდა ბიჭო. ხო. იმატა დუღილის ტემპერატურამ. ჩვენი შქმერული, ნახეთ როგორი ოხშივარი ასდის. ძალიან მაგარია. ძალიან გემრიელი იქნება, ძალიან. ნივრის, რძის, ქათმის
და ცხიმის, ქათმის ცხიმის, აუ სასწაული რამე. ეხა ჩვენ პური ჩავაბუჟბუჟოთ და ესე ვადუღოთ რა. და მე მიყვარს ხოლმე აი ესე. აი ესე ჩავაბუჟბუჟოთ. აი ეს პური არის ყველაზე გემრიელი რა. ამ ამბავში. ხო ხვდოთ აქა და რო წამოდუღდება მე დეგუსტაციასაც შემოგთავაზებთ. და აბა შეხედეთ. რა ცხელია ბიჭო. აუ რაჭველებო, აი ეს რომ მოიგონეთ სასწაული ხალხი ხართ რა. ეხა თუ არ დავამთავრე მე ეს ამბავი. აქ ხალხი მომკლავს. იმიტომ რომ ყველას უნდა რომ აი ესე გააკეთოს და შეჭამოს. გადამღებ ჯგუფს და საზოგადოებას და სამეზობლოს და საახლობლოს და სამეგობროს. წავედი, შემდეგ ვიდეომდე უფრო მაგარი რაღაცები იქნება.